ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად ემზადება ვალდებულება მაუწყებელს 2015 წლიდან ოფიციალურად დაეკისრება. Რამდენად იგრძნობს ახალ სიხშირეზე გადასვლას მომხმარებელი, როგორც კომპეტენტური პირები აცხადებენ, ცვლილება პრობლემას ვერ შეუქმნის იმ აბონენტებს, რომლებიც სიგნალს საკაბელოს დახმარებით ან სატელიტური თებშებით იღებს. პროცესს მოსახლეობის ის ნაწილი იგრძნობს, რომლებიც სატელევიზიო სიგნალს დეციმეტრული სიხშირით იღებენ ან ძველ ტელევიზორს ფლობენ. მათ ან ტელევიზორის გამოცვლა ან დამატებითი მოწყობილობის შეძენა მოუწევთ, თუმცა ვინ უნდა გაიღოს საამისოდ ხარჯი, მოქალაქემ თუ სახელმწიფომ ამ საკითხზე მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობაა. ერთადერთი მაყურებელი, რომელიც სიხშირით იღებს სატელევიზიო სიგნალს, აი მისთვის დადგება საჭიროება, რომ გამოცვალოს ტელევიზორი, თუ მას აქვს მაგალითად შავ-თეთრი ტელევიზორი, ან შეიძლება სპეციალური მიმღები, რომელიც დაეხმარება ამ სიგნალის მიღებაში. ეს მოუწევს სავარაუდოდ იმ ოჯახებს, რომლებსაც ასე თუ ისე ამის შესაძლებლობა გააჩნია, ხოლო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უზრუნველყოფის ვალდებულება არის სახელმწიფოს პრეროგატივა. ყველა ქვეყანაში ესე იყო, სადაც კი ამგვარი ტიპის გადასვლა განხორციელდა უმეტეს ქვეყნებში და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ვალდებულებას აიღებს თავის თავზე და მოამზადებს აუდიტორიას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის. მგონი ვისაც სურვილი აქვს, რომ შეძლოს თავის ხარჯებით გადავიდნენ. რა თქმა უნდა, მან შეიძლება დანარჩენი არის სახელმწიფო როგორ გადაწყვეტავს. რა თქმა უნდა, თავრობამ დააფინანსოს. აბა რა ვიცი მე, რა შეიძლება გარკვეული პროცენტი მოქალაქეებმა ხალხმა უმეტესად თავრობამ უნდა დააფინანსოს.